მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ მძიმე დანაშაულს. დღეს უნდა ვნახოთ მეხუთე სეზონის არ ვიცი ზუსტად სავარაუდოდ მეოთხე და მეხუთე სერიები ერთად. თუ დრო მექნება, თუ არ დამირეკეს და წასასვლელი არ გავხდი, უნდა ვნახოთ ორივე სერია ერთად. სავარაუდოდ დამირეკავენ და მომიწევს გასვლა და ძალიან არ მინდა რომ სერიის ყურების დროს გავიდე. მაგრამ რავი, ვნახავ რამდენ დროს წამართვას პირველი სერიის ყურება და ღირს თუ არა გარისკვა მერე. მოკლედ. წინა სერია ძალიან მაგარი იყო. მეხუთე სეზონის დასაწყისი ჯერჯერობით ძალიან მაგარია. რაღაც ჯერჯერობით დასაწყისი აღარ არის უკვე ფაქტობრივად. პირველი 3 სერია იყო. ახლა შინაგანი პრობლემა აქვს ხოლმე ამ საიტთან. ახლა უკვე ისეთ სერიებზე გადავალთ შედარებით. აი მნიშვნელოვანზე უფრო, იმიტომ რომ ახალი ლაბორატორია გვაქვს, ახალი ბიზნესი დავიწყეთ, მაიკი დაგვეხმარა, მაგრამ მაგარი ჯიგარია და იმიტომ და ხო მოკლედ ჯერჯერობით კარგად გვაქვს რა ყველაფერი. ვნახოთ მე ანუ რაღაცა აგვერება და ასე რაღაცა აგვერება მერე და რა აგვერება ვნახოთ. ჰენკი ჯერ კიდევ ამ საქმეს იძიებს, ამიტომ დიდია შანსი რომ რამეს მიაგნებს ამ სერიებში. წესით უკვე დრო მიაგნოს, მეხუთე სეზონი დაიწყო და ვერსიებიც კი არ ქონია იმასთან დაკავშირებით, რომ ვოლტი შეიძლება იყოს ჰაიზენბერგი. სამწუხაროა. კაი, დავიწყეთ. მძიმე დანაშაული, მეხუთე სეზონის მეოთხე სერია 51 და ვოლტის დაბადების დღე მოდიოდა, ხო, უბრალოდ ის დაბადების დღე დასაწყისში რო გვაჩვენეს, იქ ვოლტი 52-ის ხდებოდა და აქ 51 ქვია სერიას, ანუ აქ ხო 51-ის ხდება. ანუ ხო, მართალი ვთქვი, მაშინ სწორად მახსოვდა რომ 50-ის იყო უფრო სწორად. და ახლა ხდება 51-ის და სავარაუდოდ უკვე ვოლტის დაბადების დღე იქნება ამ სერიაში. კაი, დავიწყეთ. მძიმე დანაშაული, მეხუთე სეზონის მეოთხე სერია 51, 3, 2, 1, go. მინდა გითხრათ რომ მეჭობი მქონდა, როდესაც პირველად მოიყვანეთ. მაგრამ თქვენს პატარა ძვირფას 9 სიცოცხლე აქვს. მანქანა? ვაიმე. თლიანი სავალი ნაწილი შევცვალეთ. რეზინები, ყუმბარები, შემაერთებელი ღერძები, მოკლედ ყველაფერი. ამასთან ერთად მეორადებში ვიყიდე ნაწილები. თუ გინდათ ქარხნული ნაწილები შეცვალეთ, არაა პრობლემა, მაგრამ მეორადების გამოყენებით ლურჯ წიგნში იქნებით და სადაზღვევო კომპანია აგინაზღაურებთ. ამასთან ერთად უფასო არაფერი ჯობს. ამის გარდა შევცვალეთ ჰაერის ფილტრები და ვავსეთ სითხეები. ამჯერად საქარე მინის შეცვლა არ იყო საჭირო. კიდევ კარგი. კიდევ შევამჩნიე, რომ წინა მხარეს რაღაც ჭუჭყიანი ნივთიერება იყო მიკრული. თავიდან საერთოდ ვერ გავიგე რა იყო. მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ წინაფრთა გამომაცვლევინეთ რამდენიმე თვის წინ. როდესაც ირემს დაეჯახეთ. ირემს. ორთქლის საწმენდის საშუალებებით მთლიანად გავასუფთავეთ. ყველაზე რთული მაინც შეღებვა იყო. გვიმრის ფერი მწვანე. საინტერესო ფერია. კიდევ დარჩა რამე? არა, მეტი არაფერი. როგორც გითხარით, ნულოვანი ბალანსი. აქ მოაწერეთ ხელი და შეგიძლიათ წაიყვანოთ. ხალხს უყვარს ამ მანქანაზე ხუმრობა. მაგრამ მე მართლა ძალიან მომწონს. ის უბერებელია. დაგინიძლავებით, რომ კიდევ 350 კილომეტრს გაგატარებთ. ოპა. ჰეი, ბენი. ამაში რამდენს მომცემდი? ლურჯ წიგნზე მეკითხები? არა. ის მაინტერესებს რამდენს გადაიხდიდი ამ მანქანის საყიდლად. მანქანა. ნუ ნამდვილად არ ვაპირებ. $100? 50? სადაზღვევო კომპანიამ ახლახანს 1900 გადაიხადა მხოლოდ ნაწილებში. მაშინ შევთანხმდით. მომეცი $50 და ისინია.
დარწმუნებული ხარ? უდაოდ. ახლავე მოვალ. სალარო შევამოწმე. მამა, $50? გაგიჟდი? $50 და ქუდი ის ოპა შემიგარი ფილოსოფია ესვა კიდია უკვე გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ. Ausgelieferte Einheiten tauchen doppelt und dreifach auf. Herr Lemminge, was ist da los? Ich habe mit der Technik gesprochen. Großmann meint, wir brauchen ein neues Softwarepaket. Es gibt Schlimmeres, aber das kann zu Verzögerungen von 1-2 Wochen führen. Sind Sie im Werk dafür? Das Betrieb wie Ihren Nordamerika-Sektor Frau und Date quälen. Irgendwelche Ideen, wie wir den Schaden eingrenzen? მეხომრები? Unsere Lösung ist eine Umleitung über einen einzelnen Umschlagsbase, während Sie die Software überarbeiten. Das ist die einzige Möglichkeit, wie wir eine unserer Kapazitäten für das Portal aufrechterhalten können. Dann müssen wir das so machen. Herr Lemminge, lassen Sie Großmann einen Plan für ein effizienteres Ladeverzeichnis ausarbeiten. Bevor wir auf diese neue Software umstellen. Ich finde, das ist sowieso eine gute Idee. ხმერთო, ახლა სამსახურში ვარ. ვიცი, სასწრაფო საქმეა. სტუმრები გვყავს. რა სტუმრები? ეს? 30 წამში. 30 წამში მოგდანდით. ო ქალბატონო როდარტ ქუილ, როდარტ აგენტი ქუილ ჰენკ შრეიდერი და აგენტი სტივ კომესი. საური გვარია გეკებთან როდარტ ბრძოლის ქუილ ადმინისტრაცია. ჩვენ ცოტა ხნის წინ შევხვდით ალბუკერკეში. დიახ, შევხვდით. რით შემიძლია დაგეხმაროთ? There, აი იქ. format. ღია ლურჯი პერანგე რომ აცვია. ლიდია Uns auf die offensichtlichen Probleme konzentrieren. რა ჭირდება მოხდა ახლა Verwaltungsrat geprüft und von der Buchhandlung abgesegnet. Ich kann nicht jede Woche zu Herrn Frode gehen. ჟესაკი Wir können unsere Ziele. ვაიმე Also, zurück zu den Voranschlägen. ჩემი ბე გიჟი ხარ გისმენ? რონი აიყვანეს? კარგი. No, არა, no, არა. not, არ არის კარგი, მაიკ. not. მისი The look. მისი გამოხედვა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა სიტყვასთან კარგი. Okay. გასაგებია? ის უნქელიდია.
არავინ ილაპარაკებს პოლიციასთან. ახლახანს ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის 14 აგენტი შემოიჭრა ჩემს 14 კაბინეტში. ისინი აგენტი. მიღიალებდნენ და მიყვიროდნენ მე. შემდეგ მთელ საწყობში დაძრებოდნენ. გასაგებია? რაღაცა სიგონები გონი. რომ რონი ჩემი კაცი იყო? 14 კაცი არ ყოფილან. ახლა აღარ მყავს საწყობში კაცი, რონი უსაფრთხოებას თიშავდა, კაცს იღებდა და სატვირთო თემი ჰქონდა. არ შეგიძლია იგივეს მოველოდე ჩემგან. კეთიშე? რეალურად შევხედოთ საკითხს, მაიკ. ეს სიგიჟეა. ახალ კაცს გამოგზავნე. გაჩერება შეუძლებელი გახდა. ჩემს მანქანას თითქმის 500-ის ცხენის ზალა აქვს. ბოლს დააყენებს. არ იცი რომ ცხენის ზალა ყველაფერს არ ნიშნავს. რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინო. მაგალითად მანქანის გაწევა, ბრუნი, დაკიდება და სიმძიმე. ამასთანო ერთ ფაქტორზე, რაზეც არ ფიქრობ, არის მძღოლის გამოცდილება. The experience of the driver. And I totally კარგი მოიცა რა, სახე გაგაძრე, ბებურხანასავით ო. ატარე. სერიოზულად? მე ვატარე ბებურხანასავით. მაშინ მითხარი ბებურხანას შეუძლია ასპალტზე დონატების გაკეთება. მე მგონი არა. დონატები არა ის. სიტყვები შეარჩიე და ხო, ზუსტად ეგრე ვქენი. სერიოზულად? კი, სერიოზულად და თუ ოდნავ პატივისცემას მაინც გამოავლენ ჩემს მიმართ, მაშინ შეიძლება გასწავლო კიდეც. ვაუ. კარგი, არა გასწავლი, სიტყვები უკან მიმაქვს. კი, უბრალოდ გეხუმრე. შენებობ რომ მასწავლე. არა, გეხუმრე, ხელი არ ჩამოგვირთმევია. კი, ახლა ვართ მე. გაგითხრება. შემიგე. ვიცი წინააღმდეგი გიხარ. მაგრამ ამას ჩემთვის დაბადების დღის საჩუქარს დავარქმევთ. რაც შეეხება უმცროსის მანქანას, ხალხი იფიქრებს, რომ უბრალოდ სუსტი ხასიათის ვარ. კი. ამის გარდა მაყურებლები იფიქრებენ განსაკუთრებით თუ სუსტი ხასიათის. ორივე განვადებით გამოვიტანე. ასე რომ ჩვენ მოგონი ამბავში ჩჯდება. გასაგებია? შენკანა ეს სკაილერს ასე რომ უყურებ, აი ადრე სხვა იგნორებდა ვოლტს მეორე სეზონში, მაგრამ ადრე ვაფშე სხვანაირი, აი შეადარეთ პროსტე გადახედეთ მეორე სეზონის სერიებს და შეადარეთ ის იგნორი ამ იგნორს სულ სხვა სიტუაციებია. გვაქვს შესაძლებლობა. ესე იგი საქმეს დაუბრუნდი? ნუ, ხო. რაღაცნაირად უნდა ავინაზღავროთ დაკარგული 600,000. რა ესეთყვი სკოლა პანსიონზე? სკოლა პანსიონი? ვისთვის? უმცროსისთვის? აი მე ერთი ვიცი ჩრდილოეთ არიზონაში და წესით მთელი ქვეყნის საუკეთესო 10 სკოლაში შედეს. ერთი წელი დარჩა კოლეჯამდე. რა ჯანდაბად გვინდა ეგეთი რაღაცის გაკეთება? არ ვიცი. ნუ ვოლტის ხარ სვანაცუთას ბოლო წელს სხვა სკოლაში გადაყვანა ვაფშე არ არის კარგი ასლი. მოლიზე რას მეტყვი? აი ბავშვი. სად ვაგზავნით ჩვენს 8 თვის ბავშვს? სამშვიდობო მისიაზე? არა. მხოლოდ ეს ვფიქრე, რომ მათთვის ახალი გარემო შეიძლება უკეთესი იყოს. ეგ რას ნიშნავს? აქაურობას უნდა ახლა მოშო. ბულგარიმოს რას ერჩი? გასაგებია. სკაილერ. რა პრობლემაა ახლანდელ გარემოში? მიხვდი ახლა. არანაირი. მისმინე. ვიცი ძალიან რთული რამდენიმე კვირა გქონდა. ჰენკზე მუქარა და ბენიკისთან მთელი ამბავი, მაგრამ აბსოლუტურად არაფერზე აღარ არის ნერვიულობა საჭირო. მაგას ვერ ვიტყოდი. სანამ ამ საქმეს აკეთებ, პირდები. ნერვიულობა არის საჭირო. იცი მინდა გავაგრძელოთ ჩვეულებრივი ცხოვრება და რაღაცებს ძვალებურად შევხედოთ. მაგალითად ჩემს დაბადების დღეს. არ ვიცი. რა გვაქვს დაგეგმილი და ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე არ გამიკვირდება თუ საერთოდ არ გიფიქრია ამაზე. კი. მაგრამ ფიქრობ
პატარაზე რომ აღვირნიშნა, კარგი იქნებოდა. არც ჩვენგანს არ აწყენდა. ხო ხვდები დაბადების დღის წვეულება. აბა რას ფიქრობ? კარგი. და თუ გავთამამდები, შეიძლება შოკოლადის ტორტიც გქონდეს, შოკოლადის ყინულებით. შოკოლადის ყინულებით. ცხოვრება კარგია, სკაილი. ცხოვრება კარგია. რა თქმა უნდა, შენს უფროს რომ სახეს გააძრო და მაგის ადგილს დაიკავებ, ცხოვრება კარგია. მადლობა. ეი, დედა, რაღაც დაგავიწყდა. მამას ბეკონი. მე თვითონ ვიზავ. არა, დედამ უნდა ქნას. ვაუ, რა იყო ეს? ეს ხომ ტრადიციასავით გვაქვს. ტრადიციასავით გვაქვს. ამას შეხედე, ჰოლი. ნახე რას უკეთებს ბეკონს. რას აკეთებს? რას აკეთებს? 41-ს დაწერა უნდა და მაგიტომ ვაუ, ვოლტი რომ წერდა 41-ს. მე მგონი ხო, ცოტათი პატარა. ტრადიცია მაგიტომ არის. აი ესე უკეთესია. კარგი სვლა იყო. არა, იყოს. ესე ძალიან კარგია. ოჯახის გუნდური მუშაობა, სხვერპლის შეწირვა ძალიან მნიშვნელოვანია. დაბადების დღეს გილოცავ. დაბადების დღე არის. ცოტა გაჭამო. სისტემა საინტერესო ტიპია, არა? 2 მეტრი დაბლა მიწაში და იქიდან გვებრძვის. აბა რა არის შემდეგი ნაბიჯი? ეს მადრიგალის თემა ცოტათი გაურკვეველი და უცნაურია, არა? ეს არის ბრუგერმეისტერ მისტერ ბრუგერი, რომელიც გერმანიაში და 8000 რონიესის ტიპია, ხო რა იყო ჩვენ ეს? ვიპოვეთ. ეს ტიპი. ვიღაც უნდა იდგეს შუაში, ვიღაც გვაკლია. იმაზე რა სიტყვი ლიდია? რა გვარია ის ქალბატონი გაფართოებული თვალებით საწყობში. შემოვის ხალხი. იმ სამყაროში შანსი არა. ძალიან აღშფოთებული და ძალიან მოწესრიგებული იყო. შეიძლება. მაგრამ სხვადასხვა ფეხსაცმელი ეცვა. რამდენად მოწესრიგებული შეიძლება იყოს? ბატონებო, ფრინგის საქმე როგორ მიდის? მუშაობთ ამ სამწუხარო ამბავზე. რამდენ ხანში ჩააბარებთ საბოლოო ანგარიშს? რაღაც ახალი აზრები გაგვიჩნდა. რამდენიმე კვირით ადრე რომ გეკითხათ, გეტყოდით რომ ფაქტიურად დასრულებული იყო საქმე. მაგრამ არც ერთი ფრინგის ტიპი არაფერს გვეუბნება. რანაირადაც არ უნდა შევავიწროოთ, ერთ სიტყვასაც კი ვერ ვაძრობთ პირიდან. რაც ალბათ იმის მანიშნებელია, რომ ვიღაც გარედან აკავებს მათ. ჩვენ ფსონს ამ კაცზე ვდებთ, მაიკლ ერმენტრაუდზე. ის ფრინგის კორპორაციული დაცვის უფროსი იყო. ის ნამდვილად რთული დასაჭერია. ამ კაცს ვაზივართ, მის ათვალთვალოდ ექსუდია. კიდევ ერთი რაღაც მინდა ჩვენთვის სუდია. შეიძლება თემასთან კავშირში არ არის, მაგრამ ჩვენი ლურჯი მეთი ისევ ბრუნდება ქალაქში. მიდი უთხარი გონ. თემასთან არის რაღაც კავშირში. რაოდენობით ისევ გამოჩნდა. ლაბორატორიაში გვეუბნებიან, რომ იგივე პროდუქტია. რა თქმა უნდა, შეიძლება ძველი პარტიები ნარჩენებია, ან შეიძლება ვიღაც თავიდან იწყებს საქმეს და ამაში ფრინგის ყოფილ მზარეულებს იყენებს. მეგონა ფრინგის მზარეულები ის დაუდგენელი პირები იყვნენ, ლაბორატორიის ხანძარს რომ ემსხვერპლენ. ვფიქრობდი, რომ შეიძლება ერთ მათგანი შენი ჰეიზენბერგი ყოფილიყო. კი, შეიძლება ეგრეა. დანამდვილებით არ ვიცი, როგორც გითხარით, კიდევ ბევრი შეკითხვა გვაქვს. აგენტო გომეს, შეიძლება დაგწოვოთ? ფინკთან მარტო. ჰენკ, მინდა გითხრა, რომ საოცრად იმუშავე. ნამდვილად უმაღლეს დონეზე. მადლობთ, ბატონო. მაგრამ თავი უნდა დაანებო ამ იმდენად კარგად საქმეს. მუშაობთ, რომ ვფიქრობ ცვლილებების დროა. აა, ხო ხვდები, მე ელ-პასოში უნდა დავბრუნდე. ხოლო ამ განყოფილებას კანტონელი სჭირდება. და ვფიქრობ, რომ ვინმე ადგილობრივი უნდა დავაწყო. სერიოზულად? განცხადება რომ შეავსო რის გაკეთებასაც მე პირადად მე გირჩევ, აუცილებლად დაწინაურდები. ვფიქრობ შენი ხელმძღვანელობით აქაურება უკეთესად იმუშავებს. ვაუ. არც კი ვიცი რა ვთქვა. ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, მაგრამ თავის ტკივილის გარეშე არ იქნება, რადგან პოლიტიკას შეჩვევა სჭირდება. ასევე ყველა საქმის გადახედვა მოგიწევს, რაც ოფისში ყოფნას გავალდებულებს, ამიტომ უნდა შეეშვა ყოველდღიურ სირბილს. ამ ფრინგსაც უნდა დაანებო თავი. აბა რა სიტყვი, ჰენკ? გინდა? არა.
იმის გათვალისწინებით, რომ უარის შემთხვევაში ჩემი ცოლი მომკლავს, მაშინ დიახ, მინდა. ჩაი. გილოცავ. მადლობთ. შეგიძლია შენი დაამთავრო. დაბადების დღე მაქვს. მართლა? ალბათ დაბადების დღის სწავლება მელოდება სახლში, ამიტომ არა, სკაილერი არაფერს კარგი, გეკეთებდა. არა პრობლემა. უი, ხო, გილოცავ დაბადების დღეს. მადლობა. არა. არა, ნაირი წვეულება. გამარჯობა, მამა. გაგიმარჯოს. დედა სადაა? სამზარეულოში. თუ ამზადებს რამე, სანაგონია. გამარჯობა. გამარჯობა. აბა რა გეგმები გვაქვს? ჰენკი და მარი უკვე გზაში არიან. შემწვარი ქათამი და შემწვარი კარტოფილი გვაქვს სადელად. დესერტად კი შოკოლადის ნამწვარი და როგორც ნუ, ითხოვე, შოკოლადის მადლობა. კაი, მადლობა რომ დამცხვარი და ტორტი. მაგრამ ვოც რამე განსაკუთრებული უნდა, ხო? მოიცა რომ ჰენკი სერიოზულად შეეშვა გუსტავოს საქმეს. რა გჭირს? მე? არაფერი. მეგონა უფრო აღელვებული იქნებოდი დაწინაურებასთან დაკავშირებით. არა, რას ამბობ? პატარა ძალიან ვამაყობ შენ. კარგი, ვახში. მაგის გამო ახლა ნუ მოვ. პირდაპირ ნიშნულობით. მარი, ბოლო დღეებია. ძალიან სევდიანი ხარ. სკაილერის გამო. მარი. რა ხდება, მარი, მითხარი რა. I'm sorry, ბოდიში, მაგრამ I made a promise. ვიღაცას შევბერდი რომ არავის ვეტყოდე. ვის? არ გინდა. Brother-in-law. შენს ქვეს. აუში. რამე მინიშნებასაც არ მომცემ? That's all I'm gonna say. ეს ღალატს ეხება და მეც არაფერს ო, გეტყვი. გადაო. ჯანდაბა. ახლა იფიქრებს რომ ვოლტმა უღალატა. რა იცოდე? არა, დანამდვილებით არ ვიცოდი, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი. ვოლტის მეორე მობილური ტელეფონი ხო არა. ბოდიში პატარავ. ამჯერად შენზე ძალიან წინ ვიდექი. ჩემზე წენიდექი? ვოლტს არ უღალატეა. სკაილერმა უღალატა. სკაილერი? სამომერი, მაგრად შეასრულე დაპირება. სალამი, აი ისიც. გამარჯობა. როგორ ხარ, მეგობარო? მობძანდით, შემოდით. ილოცავ დაბადების დღეს. დაბადების დღეს გილოცავ. ცენტრალურ ხაზში ვარ და დაახლოებით 100-ით მივდივარ და მაგრად ჩადგმის გარდა სხვა გზა არ მქონდა. უმაგრესია. ხო, ავტობანის პატრულიც უმაგრესად გამოგიწერს იმ ჯარიმას ერთი. სვეტში. თქვენ ხო დამეხმარებით მე რეძია ჰენკ. რადგან ახლა უკვე ნარკოტიკთან ბრძოლის ადმინისტრაციის უფროსი ხართ. ჩემი ცოლის დის განებივრებულ ავტოსამრეცხაოს ფლობელ მილიონერ შვილს, რა თქმა უნდა, იმაზე ვიზრუნებ, რომ კარგი ხედი გქონდეს საგანში. ახლა მოვწვიეთ თქვა. გილოცავ დაბადების დღეს. მადლობა მეგობარო. კიდევ ერთხელ გილოცავთ დაწინაურებას ძია ჰენკ. მადლობა. მოგვიანებით გნახავთ. კარგი. გაერთე. დილადიარე. თხილადიარე, კაი? ხო, ცოტა შეანელე. მანქანების მშვენიერი წყვილი გყავს, ვოლტ. ძვირფასო. ჩემი შემდეგი დაბადების დღისთვის მაგალითს ვოლტისგან ავიღებ და ჩემთვის რეაქტიულ თვითმფრინავს ვიყიდი. შეიძლება ცოტა ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ამ განვადების ახალი პროცენტი საკმაოდ მიმზიდველია.
გემრიელი ვახშამი გამოვიდა. სკაილერ, უგემრიელესი პიურე იყო, მინდა გითხრა. უნდა მასწავლო ბურთების გარეშე როგორ გამოგდეს. ამას როგორ აკეთებ? კარტოფილის საჭყლეტით. საჭყლეტი ხელით არ ჭყლეთ? არა. მაგარი წელი გამოვიდა, არა? იქი. იცოდით რომ თითქმის ზუსტად 1 წლის წინ დამისვეს დიაგნოზი. ღმერთო, მართლა? ხო, თითქოს უფრო მეტი დრო გავიდა, არა? ხო, არა. ზუსტად რომ თქვათ შარშან 1 დღის შემდეგ. შარშან 50-ის 1 რომ გავხდი დღის. მეორე დღეს. კაი. სიმართლე გითხრათ, არც მეგონა ახამდე თუ მოაღწევდი. სიმსივნე და ოპერაცია და ჰენკს რომ ესროლეს, ეს უბრალოდ ნუ ხო. რამდენი ბრინელი დღე გავიარეთ. ნუ მალის მოლაპარაკე ბალიშიც იყო. ეგ გახსოვთ? როგორ არ მინდოდა მკურნალობა. მე მგონი ძალიან მეშინოდა. ან ძალიან გაბრაზებული. სკაილერ. დაეყდობეთ ქიქველად შეგვიძლია. ყველაფრისთვის თავის დანებება მინდოდა. მაგრამ თქვენ გადამატანეთ ყველაფერი როგორღაც. მაიძულეთ გამაგრძელებინა ცხოვრება. და ეს გვერდში დგომა კვლავ და კვლავ გრძელდებოდა. ხანდახან იყო მომენტები, როდესაც მეგონა რომ მოვკვდებოდი, მაგრამ ხშირად, უფრო ხშირად ვიდრე რაღაც მეხმარებოდა ინსტამერის წარმოუდგენიათ. ღმერთო და სკაილერი მე ძვირფასო გახსოვს ქიმიოთერაპიის პირველი კვირა იმ ღამეს აბაზანის იატაკზე რაც მითხარი ძალიან ცუდად ვიყავი საკმაოდ რთული იყო პირველად მაგრამ სკაილერი ისე იყურება ის რა თქმა უნდა ჩემ გვერდზე იყო სულტილოებს მადებდა შულზე და მიმღეროდა დედას ტიფიცებით გონია ახლა ჩავა და თავს დაიხრჩობს ყოველ დღე მახსოვს როგორ ვიწექი აბაზანის იატაკზე იმიტომ რომ კაფელი გრილი იყო და მსიამოვნებდა ხო ხვდებით და თავის სკაილერის კალთაში მედო და უბრალოდ ვეკითხებოდი როდის დამთავრდებოდა ეს ყველაფერი სკაილერ ძალიან რთული იყო სკაილერ უბრალოდ მინდოდა რომ შეჩერებულიყო სკაილერ ცივი არა რა ის წეულებაუზე რას აკეთებს შევიდე. სკაილერ რას აკეთებს ვალ ეი სკაი იქნება მოსვლის დროა სკაილერ ჩადით ამოიყვანეთ კითხვა დაგესვა უნდა ამოხვიდე ჩადით ამოიყვანეთ თავსი გლავს ამოვიდეს შევიკაი სკაილერ სკაილერ უნდა ამოხვიდე მადლობა შევიკაი სერიოზულად მზად იყო თავის მოსაკრავად ღმერთო ჩემო რა კაი ლიდია მეთქი მერი იყო ალბათ ეს უნდა არა რა შუქის ქეთიშონდა კაი არა როგორ უნდა კაი დაგდური გია ის კამერების სალამი მოიცა შენ ვიხარ ჯესი მე ვარ ის ტიპი დაიცა ვინ გამოგზავნა ვინ გამომგზავნა შენ ვინ გონია არა მე გეკითხები მაიკმა კაი და ეს მაიკი რა გვარია What's his last name? კალბატონო ეხლა ხან შემოფრინდი ნიუ-მექსიკოდან და 1440 კილომეტრი მაქვს მანქანით უკან გასავლელი და ძვეუჩერებლად მგზავრობის 14 საათია
ასე რომ რაც უფრო მალე ვიზავთ, მით უკეთესი იქნება. ერმენტრაუტი. კაი? დაკმაყოფილდი? შევიდე, აი გესის გამოჩენას არ ველოდებოდი. სიფრთხილისთვის ბოდიშს არ მოვიხდი. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ბოლო დროს ხდება, შენ გადაცმულ პოლიციელს უფრო გავხარ სკოლებში რომ მუშაობენ. ასე რომ მირჩევნია პარანოიდი ვიყავ, ვიდრე ციხეში ბადრაგების ბანდა მტყნავდა. ცნარა. ხოდა სადაა? აი ზემოთ, ნომერი 2235-6. ეგ ამოშალე საწყობიდან, ეგ უნდა იყოს, მიცდები? ამწე დამჭირდება. გააქვს. მოიცა, გააჩერე. ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო. რა იყო? შუბიდა. გთხოვ მითხარი, რომ ეს ის არ არის, რაც მე ვიფიქრე. რა? დამწვარი. კაი, რა ჯენდება იყო ეს სცენა ახლა? მსგავსი რამ აქამდეც მოხდა რა? არა, რა თქმა უნდა. არა, მე უბრალოდ ჩვენ რაღაც პრობლემები გვაქვს. ნუ ჰენკრი ეტყვის. ხო, მეც გავიგე ცოტა მაგ ყველაფრის შესახებ. არა, მისმინე, მარის ყველაფერი დეტალურად არ მოუყოლია, უბრალოდ ის თქვა რომ ხო ხტები რომ თქვენ სკაილერმა გიღალატა. გარკვეული პრობლემები უთხრა ვისთან რა უღალატა. იქნება შემდეგი სვა? კარგი იქნება ვინმეს თუ დაალაპარაკებ. გეთანხმები? ხო. პირველ რიგში მაგას ვიზავ. ხო. მარის ყავს ერთი ფსიქოთერაპევტი, დეივი ქვია. ძალიან კმაყოფილია მისით. იმას არ ვამბობ, რომ მარი თვითონ შესანიშნავი ფსიქიკის პატრონია, ხო? გე, მაგას არც მე ვიტყვი. აზრზე არ ვიყავი თუ ესე მაგრად განიცდიდა. მე დაიცოდე სინამდვილეში რა არის. კი, განსაკუთრებით სკაილერის გამოსვლა. ხო? ესეც სკაილერი. შეიძლება ცოტა წაუძინოს. კაი. ნუ ეს იმავე დღეს არის, გასაგებია. იმავე ღამეს. ეს რა იყო? არ ვიცი. ხომ არ ცდილობდა რომ არა, საცურაო აუზში ვერა. არა, თან ჩვენ თანდასწრებით? არა მგონია, მაგრამ ორივე ჩვენგანი ფიქრობს, რომ კი, მე ვფიქრობ, კი. რომ ვინმეს უნდა დაელაპარაკოს. შენ გარდა მერი. დეივის ნომერს მოგცემთ. კარგი. მისმინე, ვოლტ, მე ჩემ თავს ვერ ვანებებ იმაზე ფიქრს, რომ შენ და სკაილერს გარკვეული პრობლემები გაქვთ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი საქმე არ არის. და ჰენკ, არ ვიცი, შენ რამდენად გარკვეული ხარ. მან იცის რომ ვიცი. აჰა. ქორწინებაში ხდება მსგავსი რაღაცები. ნუ მაგრამ გამოუსწორებელი არაფერია. ჩემ აზრით მაგარი იქნებოდა თქვენ ორს ცოტა მეტი თავისუფლება გქონდეთ ერთმანეთთან სალაპარაკოთ. ნუ ეგეთი რაღაც რომ ხდება მე უკვე ყველაფერი იცვლება. ურთიერთობებში, ამიტომ ცოტა სხვანაირად შეხედე. სხვანაირად როგორ? ბავშვები გარკვეული დროით ჩვენთან ხომ არ წაგვეყვანა. ბავშვები წაგიყვანათ? ხო, ჩვენ მივხედავთ 1 ან 2 დღით, ან იმდენი ხნით, რამდენიც შენ და სკაილერს ერთმანეთში გასაკვირი დაგჭირდებათ. შენი მხრიდან ძალიან კეთილშობილი იქნება, მარი. მაგრამ ამაში გამოსავალს ვერ ხედავ და გარდა ამისა, უმცროსი და ჰოლი
ძალიან ბევრი საქმე დაგაწובה. არა, არ დამაწובה. უმცროსი დამოუკიდებელია და ჩემი დიშვილი კიდე უადვილესი, ყველაზე გემრიელი ბავშვია, რომელიც ხო. ოდესმე დაბადებულა. ხიარულება იქნება, არა? Ho. Without home. კარგი იდეაა. ჩემი აზრით მაგარი იდეა. Just სუსტად ისაა, რაც ორივეს გჭირდებათ. არა. მარინ. ეს იდეა შენი იყო? სიმართლე გითხრა, სკაილერის იყო. მას ეს ნამდვილად ჭირდება, ვოლტ. კარგი. I gave Marie bottles. მარის ბოთლები მივეცი. გზაში პამპერსებსაც იყიდიან. I spoke with. ჯუნიორს ველაპარაკე ტელეფონზე. და ბევრი განხილვის შემდეგ He agreed. დამთანხმდა, რომ ხვალ შემოულიდა ტანსაცმლის დასახებად. The kids are. ესეც ასე, ბავშვებისგან გავათავისუფლეთ აქაურობა. რა დამთხვევაა? I know. ვიცი რომ გვიძავს. ეს რა იყო? შეგიძლია ამიხსნა? აღარ მინდა რომ ბავშვები აქ იყვნენ. აქ არ ვართ უსაფრთხოდ. სკაილერ. რამდენჯერ ვილაპარაკეთ ამ თემაზე? ამაზე უსაფრთხოდ არასდროს ყოფილვართ. არასდროს არა, მაგას მითქვი. ორი კვირის წინ აქ კაცი უნდა მოსულიყო ჩვენს მოსაკლავად. შენი ოჯახის ამოსახვესაც, ჩვენ კი იწექი და ღრიალებდი. space, screaming, მას უკვე გავუმკლავდი. ყველაფერი დასრულდა. right back. არ დასრულებულა. ისევ დაუბრუნდი მეტის ბიზნესს. ეხლა უკვე ყველაფერი სხვანაირადაა. მე ვარ უფროსი. მოიცა, ეხლა რაც შენ ხარ უფროსი რა, ყველაფერი წყალივით წავა ამერიდან? რატომაც არა? სამსახურში ვტოვებ. სკაილერ. და ვერასდროს ვერაფერი შეგეხებათ შენ და შვილებს. რა იცი? მაგას ვერ დამპირდები, ვოლტ. იმას კვირდები, რომ გასფრინგი მკვდარია. და ის იყო საფრთხე, ის იყო საშიშროება. მე მეგონა შენ იყავი საშიშროება. კი, რა თქვა მაშინ. I'm not in danger, Skyler. I am the danger. აუზის ტრიუკი ამას ეხებოდა? ჩემგან ცდილობდი დაგეცოთ ჩემი შვილები. არა მხოლოდ შენგან. მეც მაქვს სისხლში გასრული ხელები. რა სისხლში? ბენეკი? საავადმყოფოში ჩემს გამოწევს. არა. ჩემი საქციელის გამო. სკაილერ, ამაში შენ თავს არ უნდა ადანაშაულებდე, გთხოვ? ძალით არავისთვის არაფერი დაგიშავებია. შეცდომა დაუშვი და სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. შენ კი ის გააკეთე, რაც შენი ოჯახის დასაცავად უნდა გაგეკეთებინა და ძალიან მწუხვარ. ეს ცუდი პიროვნებად არ გაქცევს, ეს უბრალოდ ადამიანად გაქცევს. გაჩერდი, ვოლტ, უბრალოდ გაჩერდი. აღარ მინდა შენი აღარც ერთი ტყუილის გამართლების მოსმენა. მეც საქმეში ვარ. დარტყმის წილი ჩემზეც მოდის, მაგრამ მე არ. არ დავუშვებ, რომ ჩემმა ბავშვებმა იცხონონ სახლში, სადაც ნარკოტიკებით ვაჭრობა და ხალხის დასაშიჭრება და ხალხის ყოლა ისე აღიქმება, როგორც რა იყო ხდება ხოლმე. ჩვენ დავუბრუნდით საქმე ეს კარგი, მაგრამ ბავშვები ამ ყველაფრისგან შორს იქნებიან და მორჩა. და ნუ, მორჩა? სკაილერი. რა მორჩა? სახლიდან გავიყვანა. რამდენიმე დღით დეიდასთან და ბიძიასთან დასარჩენად? ერთ-ორ დღეს გაატარებენ, უმცროსი გვიანობამდე ტელევიზორს და ფილმებს უყურებს და მე რა მოხდება? ვნახავთ. მე გეტყვი რაც მოხდება. ისინი სახლში დაბრუნდებიან. ამ სახლში. თავიანთ მშობლებს დაუბრუნდებიან, რომლებსაც ისინი არა, უყვართ. არ მივცევ ჩვენ ბიზნესს მათი საფრთხეში ჩაგდების უფლებას. რამდენჯერ უნდა ვთქვა, რომ ისინი საფრთხეს არ არა თქო, ხმერც ფიცავარ აქ არ დავაბრუნებ. ვაუ. ნუ, Skyler-ი, და რას იზავ ამის შესაძლებლად? მართლაც ამბობს, რომ არ ვიცი. ყველაფერს რაც საჭიროა. ყველაფერს რისი ძალად შემწევს. მაინც რას? Skyler-ის მესმის, რომ ბავშვების დაცვა უნდა. შემდეგი სვლა ალბათ საკუთარი თავის დასახიჭრება იქნება. ნათლად დავანახებ, რომ მეტი დრო გჭირდება. ჰენკმა და მარიმ რომ დაინახოს, რომ ჯერ კიდევ ვიბრძვით. არა, უფრო შენი ბრძვი, ასე რომ იქნებ შემდეგ ცდაზე თქვა რაც ჩაიდინე. წაგიყვანო და დაგტოვო საავადმყოფოში, სანამ მე აქ ბავშვებს მივხედავ. ეგ გინდა? მე რა იქნებ იქ ყელზე ჩალურჯებულებით მივიდა, თვალიც ჩავილურჯო. თქვა რომ შენ ცემე, როცა ჩემს შეიტყვე. When you found out about my lover. I see. გასაგებია. So you want to involve. ესე იგი ტედი გინდა გარიო? No,
ნუ იქ საკმაოდ გაგვამხიარულებს ყველაფერთან ერთად პოლიციის მოყვანაც კარგი იქნებოდა, მაგრამ არც ისე კარგი. როგორც შენი 16 წლის ვაჟისთვის იმის ახსნა, თუ როგორ სცემს დედამის მამამისი. არც ისე კარგი გეგმაა. სხვა რა გაქვს? უმცროს შორს სხვა სკოლაში გადავიყვან. ესეთი დიალოგი იქნება. ძვირფასო, ვიცი რომ ერთი წელი დაგჭა სკოლის დამთავრებამდე, მაგრამ ძალიან მინდა რომ ყველაფერს თავი დაანებო. ყველა შენი მეგობარი მიატოვა და არიზონაში გადახვიდეს ასწავლებლად. ნუ მომისმინე ამჯერად სკაილერის მხარეს შემიძლია ვიყოლო რომ როგორ აპირებს შულების ამ საშინელი გარემოსგან არ გადაჭრა? ვიცი ასეთი უცარი გადაწყვეტილება ხო მაგრამ საფრანგეთში გაიქცევი? ფარდებს გადაწევს საკეთს გამოცვლი? ეს უკვე სასაცილოა. კაი, რა სკაილერ? ჩემთან დაპირისპირება გინდა? ჩემი შულების წარწმევა გინდა? აუჩი რა გეგმა გაქვს? არ ვიცი. ამაზე უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე, გესმის? ბავშვების აქ არ ყოფნის ყველა წუთს აღიქვამ, როგორც შენს წინააღმდეგ გამარჯვებას. as a victory. მაგრამ მართალი ხარ. It's a bad plan. ეს ცუდი გეგმაა. I don't არ მაქვს ჯადოქრობის არანაირი უნარი ვოლტ. imagine. არ ვიცი რა გავაკეთო. What to do? I'm a coward. ო სკაილერ ლაჩარი ვარ. არც პოლიციაში წასვლა შემიძლია, არც შენი ფულის გადათრების შეწყვეტა, არც შენი სახლიდან გაგდება, არც ჩემი ლუგინიდან გაგდება შემიძლია. მხოლოდ ლოდინი დამრჩენია. All I can do is wait. That's it. სულ That's ესაა. the only ეს არის ჩემი option. ერთადერთი Hold on. შესაძლო გზა. Bide my შეჩერება, დროის დათვლა and wait. და დალოდება. ისთვის დალოდება. For the kids. სიმსივნის დაბრუნებისთვის. ო ო სიმსივნის დაბრუნებისთვის არ ვიცი მოდი თავს არსავს ისე Yeah. ნო. კაი, Okay. კაი. დამშვიდდი. მოვდივარ. რა ხდება ახლა შეხედე მაგას. მითხარი აბა რას ნიშნავს? მის კაცებს თუ DA ადევნებს თვალყურს, მაშინ შეგიძლიათ ჩვენი პროკურორის კავშირს დაუმშვიდობოთ. გასაგებია მოგწოდეთ რომ დღესდღეობით მეილმანის მოწოდებულების შოვნა ძალიან ძნელია. იშვიათობაა ძმაო, თოვლის კაცივითა, უინკორნივით იშვიათია. ბიჭუნა, უბრალოდ გულძმარმა დამმართე უკვე. კასრის ქვეშ მიმაგრებული GPS. GPS-ი ვაფშე არ გავდა შიგნით რატომ არ GPS დაამაგრეს, სადაც ვერავინ დაინახავდა. შიგნით რომ დაემაგრებინათ დასოლდებოდა. ეს ნივთები მანქანის ქვეშ დასამაგრებლად დაამზადეს. დასოლებით არაფერი მოსდით. პოლიციელების გადმოსახედიდანაც სისულელეა. დანარჩენ კასრებსაც ჰქონდათ გარედან GPS-ი მიმაგრებული. არ ვიცი, ალბათ. ვიღაცამ გაუჩალიჩა იმ ტიპმა ხო არ გაუჩალიჩა რომ არ გაიკეთებინათ რა ვიცი წამოღება შეგვეძლო. როცა GPS-ი დავინახეთ, გაგიჟდა. ნუ იმ ტიპმა რომელიც დააკავეს გავაჭვით იქედან. ერთი კითხვას დაგისვამ. ის პიროვნება ვინც ეს შეამჩნია? შენ იყავი თუ ის? ლიდია ლიდია. მან დაინახა პირველმა. კარგი. მოიცა ის რა მოიცა რა? ლიდიამ დაამაგრა ეს. სერიოზულად? პოლიციამ მგონია რომ თუ დაგვანახებს რომ მის საწყობს უთვალთვალებენ, მაშინ თავს დავანებთ. ბიზნეს სხვაგან გადავიდეთ. სერიოზულად? მართალია ჩვენ ბიზნეს ნამდვილად შეუცვლით ადგილს ზუსტად იმის შემდეგ რაც თხრილში ჩავარდა. ოჰოჰო მოიცა. თუ DA არ უთვალთვალებს მის ნივთებს, ეს ხომ კარგი ამბავია, არა? იმის თქმა მინდა რომ ჩვენ მხოლოდ იმის თქმა გადაგვრჩენია რომ ყლეობებს მოიშვას და მეილმანის მოწოდება გააგრძელოს. ამ ხალხს ჩემსავით არ იცნობ. მის მოკლას ადრესს შემეძლო, მაგრამ შანსი მივეცი. და ირა მივიღე ჩემი სექსიზმით. ეხლა თუ ნებას მომცემ, მაიქ, შენ არ შეგიძლია. უბრალოდ მომისმინე, ეს ჩვენი პრეკურსორია, ჩვენი გვჭირდება. ბიჭუნა, ცოტა ხნით ჩაწულა თუ მოგიწევს და იყოს ესე. შეშლთან მუშაობაზე უკეთესი მაინცაა, რომელმაც შეიძლება ჩვენი თავი დააჭერნოს ან მოაკვლევინოს. მისმინე, არ მომჩვენებია გიჟად, ის უბრალოდ დაძაბულს უფრო გავდა. ეხლა უკვე შეეცების სექსისტივით. გიჟიკია ეს კაცი ისევე იმსახურებს სიკვდილს, როგორც ნებისმიერი სხვა კაცი, რომელიც შემხვედრია.
არა, მოიცა ერთ წამს. იქნებ მართლა პოლიციელებმა დააყენეს და იქნებ ცდები მასზე. არ ვცდები. მაგრამ იქნებ ცდები. ჯესი, შენი შიშები ჯერ უნდა მოვინიშნენ. ეხლა კი გამიცალე. ხმა უნდა მივცეთ. არა მგონია. ხმას ვაძლევ, რომ ხმა უნდა მივცეთ. ბატონო ვაიტ, იქნებ შენ თქვა რამე. რას ფიქრობ? Вообще არ გისმენდათ. ხა იტყვის მოკლათო. The methylamine. მეთილამინი გააგრძელებს დინებას. რაც არ უნდა მოხდეს, არ ჩავწვევით. პირიქით ეხლა ვიწყებთ. ვერაფერი შეაჩერებს ამ მატარებელს. ვერაფერი. ეიო, ბატონ ვაიტ, მოიცა. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ მომეწონა შენი იდეა. ხო ხდები ეს ნამდვილად რამე იდეა ის გზა რომ მოგონეს სხვა თუ ის რო თქვა მეთილამინი გააგრძელებსო. ხო და შენ თქვი რომ ეს შენი დაბადების დღე იყო. ასე რომ ანგარიშ ფაქტურაში მინდავტოვე იმ შემთხვევაში თუ სხვაში გადაცვლა მოგინდება. როგორც არ უნდა იყოს, გილოცავ. რა გაისაათია. ეს кайфо. სალომე. გიგიმარჯოს. Stop my hand. ჰენგს და მარი შეუარე. უმცროსი ჯერ კიდევ კითხულობს რა შეა საქმეო. შეუჩერებია. ძალზე დაჟინებით. მაგრამ ყველაფერი კარგადაა. რატატუის უყურებენ. ძალიან საყვარელად. რატატუი გამოსული იყო მაშინ. შენ როგორ ხარ? მე მეგონა 2010-იანებში გამოვიდა. თუ როდის გადაიქეს ესე თუ გადროსეგა. შეიძლება ადრეც იყო გამოსული. მალე კიდე შემოგარკვეული თანხა. ხო არა უშავს. კარგი. კარგია. დასაძინებლად არ მოდიხარ? რაღაც მინდა განახო. ამ საათს ხედავ? დაბადების დღის საჩუქარია. რომელმა ადამიანმაც ეს მაჩუქა, მასაც ჩემი სიკვდილი უნდოდა. ვალთ, ნუ ამბობ ახლა. არც ისე დიდი ხნის წინ. მან ზუსტად თვალებს შორის მომადო იარაღი. ზუსტად აი აქ. ჟიხარ? და დამემუქრა რომ მომკლავდა. ჩემს შესახებ აზრი შეიცვალა სკაილერ. და შენ ჩემი Server nахож jobs exactly service программы. Я чекаю. А вы зарабс такая, да? Же. Ух, кай. Никониарара. Ту რა გავაგრძელო? ჩავარიცი. კაი, მოდი გავაგრძელებ. ნუ ჯერ პირველ რიგში ეს იყო მძიმე დანაშაული, მეხუთე სეზონის მეოთხე სერია 51.
და ხო, კაი სერია იყო, ასევე ვოლტის და სკაილერის მომენტი მომეწონა. და ზოგადად სერია მომეწონა. საინტერესო იყო. გამიხარდა რომ ერთად ვნახეთ ისე მთელი ოჯახი, ჰენკი, მერი, სკაილერი, ვოლტი და ვოლტი. ფლინს როგორც ვატყობ, აღარ ვიცი, რაც თვითონ უძახის თავს. რაც ის ამბავი მოხდა და გამოაცხადა რომ ვოლტერ ვაიტ უცნაური მქვიაო, იმის მერე ფლინი აღარ არსებობს. ამიტომ ხო. ლიდიას ამბავი საინტერესოა, და სიმართლე გითხრათ, ლიდიამ თავიდანვე გაიხვია თავის შარში, როცა იმ ტიპების მოკლა დააბარა, მაგრამ მომენტში ცოტა შიშა რა არის ლიდია, კი, გეთანხმებით რა, ამას მაიქს ვეთანხმები. მაგრამ რავი. ნახოთ რა იქნება. თუ არ მოკლა მაიკმა ლიდია. ლიდია რომ ახლა უფრო ლიდია იმის შანსი რომ ლიდია რომელიმე სერიაში მოკნება, არ ვიცი რომელში, მაგრამ ზოგადად მოკნება ამ სერიალში. მაგრამ მე ეჭვება რომ მაიკმა მოკლას ახლა. შეიძლება მოკლას კიდეც, არ ვიცი, მაიკის ამბავი რა ვიცი, გაიმეტებს. მაგრამ რავი. ნახოთ რა მოხდება. შემდეგ სერიას ქვია Dead Fright. ასულანიშნების აზრზე არ ვარ. მაგრამ კაი. ჯესის ამბავი იყო კარგი. საათი რომ აჩუქა ვოლტს, ეგ მართლა მომეწონა. დავიწყოთ ახლა. ძიმე დანაშაული. მეხუთე სეზონის მეხუთე სერია Dead Fright 3, 2, 1 დავიწყეთ. მერთო 3, 2, 1 დავიწყეთ. ასე. ბოდიში ასეთი რაღაც მეერდენჯერ მიმართება უკვე. რასვაკეთ, ვინარისას. ბავშვი. რეცერსკი ის აქვს მოტოციკლი. მოტოციკლი ხო თუ რა არის? აჰა. ბავშვი. მოიცა ეს ისეთი ბავშვი ხო არ არის როგორც ტომასი იყო? ანუ მიხდით რასაც გულისხმობ. აუ. აი დიდიობა. Wow. Megre, რავი. არა ჩვეულებრივი ბავშვია. არ არის ისეთი. უხდება ეს ჩაფხუტი. ეს მატარებლის ხმა იყო, წერა? თუ მოტოციკლის იმასე. რა იმიტომ ეს იყო? საინტერესოა. ადრე გვაჩვენეს ბავშვები მეორე სერიაში მგონი პირველი სეზონის ის რო იპოვეს, რა ქვია, ნიღბები
ვოლტის და ჯესის ნიგაბი ერთიც არის უფრო სწორად და ის იყო რა ქვია შემდეგ სერიაში აღნიშნა ანუ DEA მიპოვა ამ ბავშვის გამოჩენას რამე მნიშვნელოვანს ვექოვარ მითითებს ვოლტი გამარჯობა შეხედე დერეფანში ვინ ვიპოვე გამარჯობა ვოლტ როგორ ხარ მეგობარო კარგად მისმინე მაპატია რომ გაუფრთხილებლად მოვედი არა უშავს თუ დროს გაწუხებ არა უბრალოდ ახალ გარემოს ვეგუები რა სიტყვი ძალიან კარგია ხო კიდევ ერთხელ გილოცავ ყველანი ძალიან ვამაყობთ შენით ხო მადლობა ის დღეები როცა ბინძურ კრიმინალებს დავსდევდი დასრულდა მაგრამ იყო უფროსი თავისუფლ გავოწევას და სირთულეს წარმოადგენს სტივ თუ არ გეწყინება რაღაც თემაზე მინდა ჰენკთან ლაპარაკი რა თქმა უნდა თუ პრობლემა არ არის კი რა პრობლემაა ვიღაც ხომ უნდა დასდევდეს ცუდ ტიპებს ვოლტ სასიამოვნო იყო შენი ნახვა კიდევ ერთხელ მადლობა სტივ ერთი ამას შეხედე ღმერთო ვოლტ ლამაზია შემახედე ძალიან ლამაზია დაბადების დღეზე გაჩუქეს ხო ნუ სიმართლე გითხრა არა მე ვიყიდე აჰა კარგი მოდი დაჯექი ახალი მანქანა ახალი საათი მშვიდობაში მთელი წლის განმავლობაში იმდენ პრობლემას შეერკინე რომ იმსახურებ მოუარო თავს რა თქმა უნდა მანამ სანამ ფული გაქვს და ამ ყველაფრისთვის მზად ხარ აბა სკაი როგორ არის დღეს სამსახურში წავიდა აჰა თვითონ გამოთქვა ასობილი თქვა რომ უნდა და რამით დაგავებულიყო ხო ხდები კარგია შესანიშნავია ხო რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ ვთვლი რომ მისი მარტო დატოვება საფრთხეს არ წარმოადგენს ეს კარგია უმეტესად სულ მასთან ვარ და მარიანოც ყურადღებას აქცევს მაშინ როდესაც მე ვერ ვარ მარიანო ის საერთო მაგასთან მუშაობს ლაპარაკზე ხო ხდები მარი აქებს და ადიდებს დეივს თითქოს რომელიმე ფილმის ყოვლის შემძლე პერსონაჟი იყოს ხო ხდები რაზე ვლაპარაკობ ხო ხდები შესანიშნავია მაგრამ უკვე იპოვა ვიღაც პიტერი არ ვიცი რატომ ამომივარდა მისი გვარი თავიდან მოკლედ რიო რანჩოდანაა კი წესით უმაღლესი დონისაა მიხარია რომ ყურადღებით ხარ როდესაც ამ პრობლემის წინაშე დგახარ მოდუნება არ შეიძლება მართალი ხარ არ შეიძლება ჰენკ შენთვის და მარისთვის მადლობა მინდოდა მეთქვა რადგან ჩვენს ბავშვებს უვლით ძალიან სასიამოვნოა თქვენი მხრიდან და თუ შეიძლება მინდა დღეს ღამით ამოვიდე და მოვინახულო ისინი ხო რა თქმა უნდა რას ამბობ მაგის კითხვა რა საჭიროა ძალიან გვიხარია რომ ჩვენთან არიან შესანიშნავია ბავშვები ძალიან კარგია ვაფასებ თქვენს აქციას ნამდვილად კიდევ რამე გინდა მითხრა ვოლტ მიდი ვოლტ ნუ მოგერიდება სკაილერს აღარ უყარვარ და მე არ ვიცი რა გავაკეთო ჰენკ არ ვიცი ამბობს რომ ბავშვებზე ცუდ გავლენას ვახდენ და რომ არ ვიმსახურებ მათ კარგი რა ვოლტ ასე არ არის ფიქრობ რომ ცუდი მამა ვარ შენ და სკაილერს შეიძლება პრობლემები გაქვთ მაგრამ ეგ ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს მართალია მე არ ვარ ბავშვების აღზრდის ექსპერტი ან მსგავსი მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ვერ ვხედავ შენ სიცოცხლეს გესმის ვფიქრობ ძალიან მაგარი მამა ხარ კარგად უვლის შვილებს შენ ხარ ოჯახის თავი შემომტანი მისაბაძი მაგალითი ამასთან ერთად ამხელა გამბედაობა და სიმამაცე გამოიჩინა როდესაც კიბოს შეერკინე ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მაგრამ ფაქტორი ვოლტი ცუდი მამა ნამდვილად არ არის კი მაგრამ იცი შეცდომები დავუშვი კი ვიცი მისმინე ყავას მოგიტან კარგი დალევ ყავას კი კარგი დავლევ ყავას კარგი მარტო დაგტოვებ რომ მოწესრიგდე რძე და შაქარი კი ჰენკ ბოდიში არა ერთი ჭიქა ყავა ხო კარგი დამშვიდი
რაზეა? აუ, ჩემი ახლა წარმოვიდგინე. მეთქი რა მის მოძიება თუ უნდა. ჩემი კაი მოვით. რა შეიძლება ვიდეოს ვიტყვირთავს თუ რა ჭირდება ჰენგ მეთქი მოვით. ეს რა თქვენ ძალიან უხდებით ერთმანეთს. დამიჯერე მეგობარო. ყველაზე საზარელი მდგომარეობიდანაც აღწევს. კარგად გამოცურა. ეს რა ადგილია? ეს რა ადგილია? რა გვინდა? მაგიდა გადმოდგი. აქ ყოფნა არ შემიძლია, ჩემი შვილი, ჩემი პატარა გოგონა მალე სახლში იქნება. ჩემი კაი, ოლდი და ჯესიც აქ არიან. ოკეტე. მოკლედ ლიდია, ჩემი მეგობრები ისე კარგად არ გიცნობენ როგორც მე, ამიტომ ისინი გულკეთილობას ავლენენ შენ მიმართ და უკანასკნელ შანსს გაძლევენ. ეს შენი ტექსტია. 30 წამში შენი ტელეფონიდან დაურეკავ აგენტ შრეიდერს და მას აქ დაწერილ ინფორმაციას გადასცემ. შემდეგ კი ვნახავთ რაც მოხდება, მაგრამ რამდენიმე წესს უნდა დაემორჩილო. დახმარებისთვის იყურებ ანეცდები, რომ რაიმე სახის ფარული შეთხოვინება გადასცე, ამოვიღებ ჩემს იარაღს და პირდაპირ თავში გესვი. იგივე მოხდება პანიკის და ცრემლების დაღვრის დროს. თან ხო იცი როგორ ძალიან გიყვარს ასეთები, მაგრამ თუ ახლა დაიწყებ მასე მოქცევას, ამოვიღებ ჩემს იარაღს და პირდაპირ თავში გესვი. მე მიყურე, იმათ მოუყურებ. ლიდია, შემომხედე. თუ რაიმე სახით აგენტ შრეიდერს დააეჭვებ, რანაირადაც არ უნდა იყოს, ოდნავ მაინც თუ დაეჭვდება, მითხარი აბა რა მოხდება შემდეგ? ამოიღებ შენს იარაღს და მესვი. და სად გესვი? შიქი, ეგ ვიდოდა მეკითხეთ რა კონკრეტებინებს. და მე ძალიან მაგარი სროლები. იარაღი მაქვს. ამიტომ სიზუსტეს მოველი. მზად ვართ? კომპიუტერი გამართულია კი. საწყალი ლიდია. ძალიან კარგი. ლიდია, თუ ოდესმე გინდოდა რომ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს დალოდებოდი, დაგიდგა. ხელმძღვანელის ოფისი? გამარჯობა. ლიდია როტარტკველი ურეკავ აგენტ შნეიდერს. უკაცრავად რასთან დაკავშირებით? მადრიგალ ელექტრომოტივთან. ლიდია როტარტკველი. დამელოდეთ? ჰენკ? ხაზია ლიდია როდარტკველი. ჰენკ შრეიდერი, რით შემიძლია დაგეხმაროთ ხალბატონო ქუალ? ცოტათი კი მეუხერხულება, მაგრამ მოკლედ წინაზე ჩვენს საწყობში ვიყავი, ვაკურდებოდი ქიმიკატების ჩამოტვირთვას და მეთილამინის ერთ-ერთი კასრის ძირზე რაღაც მოწყობილობა შევამჩნია. მოწყობილობა? დიახ, მგონი ასე ქვია. არ ვარ მაგ საკითხში გარკვეული, მაგრამ რაღაც სათვალთვალო მოწყობილობის მსგავსი იყო. GPS-ის მსგავსი, ამიტომ მაინტერესებდა არის თუ არა ეს მოწყობილობა თქვენი ხალხის მიერ დამონტაჟებული. ვიცი რომ ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ ჩემს ინტერესში სამართალდამცავი ორგანოების ოპერაციებში ჩარევა და ხელის შეშლა ყველაზე ნაკლებად შედის. თუ როგორც ეძახით მაგ პროცესს, ამიტომ არ ვიცი. შეგიძლიათ დამაკვალიანოთ. აი რას გეტყვით. კასრი გვერდით გადადეთ რომ შევამოწმო და გაგაგებინოთ რაშია საქმე, ხოლო ამ დროის განმავლობაში ჩუმად ვართ. კარგით? კარგი, რა თქმა უნდა. კარგი, მადლობ ზარისთვის, ხალბატონო ქუალ. კომი, შემოდი რა. ხო. ძმაო, არაფერი არ იცი მეთილამინის კასზე და მერე GPS-ზე. მადრიგალ ჰიუსტონზე გეუბნები. არა, ჩემი გუნდიდან არავის არაფერი დაუყენებია, რატომ მიკითხები? არ ვიცი, მე ასე ვიფიქრე. კარგი, მადლობა. ვიცი რასაც ფიქრობ, მაგრამ მე არ დამიყენებია ეგ რაღაც, მე არ მიქნია ეს. გაჩუნდი. ყველაფერი ისეა, როგორც გითხარით. კარგი. ახლა რა ვქნათ?
ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის ნამოქმედარი არ არის. ახლა შრეიდერი იფიქრებს, რომ ვიღაც გუნდმა დააყენა, რომელიც სუსტ წერტილებს ეძებს ძარცვის მოსაწყობად. ის საწყობში გუნდს გაგზავნის, თლიან გზას ჩაკეტავს და აყენებს კამერებს და მოსასხამო წყობილობებს. ესე იგი, საწყობს ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა. ამიტომ მისი მომარაგება შეწყდება. ეს დამოკიდებულია თუ რამდენად სწრაფად მივლენ იქ შრეიდერის კაცები. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ადგილს შეუძლია. ახლოს ვართ. მგონი ჯობს მოსმენა გავნაგრძოთ და გავარკვევთ რამდენი ხანი დაგვრჩა. თუ მინიმუმ 12 საათი გვაქვს ჩავალთ. რიდიას უსაფრთხოების კოდს გამოვიყენებთ, რომ შევიდეთ და კასრები წამოვიღოთ. სატვირთოს მხოლოდ 6 ცალი კასრის გადატანა შეუძლია. ხო, ეს ლიმიტია, მაგრამ უკეთეს ვერაფერს ვიზამთ. და ამას რა ვუყოთ? თქვენ ორმა კასრები წამოიღეთ, ამას მე მივხედავ. შენი მიხედვა ვიცი მე. მე მივხედავ ამას. არა. შეცდომას უშვებთ. მე არ ყოფილვარ. ღმერთს გეფიცებით, მე არ მიქნია. აი, კომპიუტერში შედგა. გონია რომ სიმართლეს ამბობს. თავზე იარაღი ადევს ბიჭუნი. ყველა მერილ სტრიპივით დამაჯერებელია ასეთ მდგომარეობაში. მაპატია ჯესი. შენ იყავი, ვისაც კენჭის ყრის ჩატარება უნდოდა და აი შედეგები 2-1-ის წინააღმდეგა. აი, არა, არ ვიცი. კარგი რა გეფიცებით, არაფერი არ მიქნია. მე არ ვიცი. დაუჯერო ვიდეოს თუ არა. ახლავე. ხაზია. გამარჯობა ეროლ. გთხოვ მითხარი რომ თქვენ არ ჩაგიდენიათ სისულელე და არ დაგიყენებიათ GPS-ი მეთილამინის კასრზე მადრიგალის ჰიუსტონის საწყობში. ვინ კითხულობს? იპოვა ვინმე? ღმერთო, მეხუმრები? როდის აქეთ აყენებთ გარეთ ნაწილზე? დრო არ გქონდა, შხამქიმიების დამცავი ხალათები ჩაგვეცვა. არა და როგორ უნდა ბაიც. ვიდეოს შუბის თქვა. ახლა როგორც ჩანს, საკმარისად კარგად ვერ დაგიმალოთ. რამდენი კასრი დანიშნეთ? ყველა რომელიც საწყობში შეიტანეს. ღმერთო. კარგი, დამაცადე მოვიფიქრო რა ვქნათ. შემდეგში კომუნიკაცია არ გვაწყენდა, კარგი? კი, მომხდარის გამო ბოდიშს გიხდი. ნაბიჯვარ. ნუ, ღირსი ხარ. მაი, ღირსი ხარ. იმის გარდა რომ კინაღამ მოვკალით ეს ქალი. ყველა კასრი დანიშნულია. ჩვენ შეგვიძლია პრობლემის გადაჭრა ამ ქალის. კარგია რომ გაიგეთ მაინც ყველა რომ დანიშნულია. კარგი რა. არ შეგიძლია კიდევ განიხილავდე ჩემი მოკლის თემას. მე თქვენ გადაგარჩინეთ. მე რომ არა ახლა ყველა ციხეში ვისხდები. ფაქტია. არ მინდა ამის თქმა, მაგრამ ის მართალია, მაიკ. კი. მაგ რაღაცის პოვნით ჩვენი ტრაკი გადაარჩინა. საკუთარი თავი გადაარჩინა, ის საფრთხეს წარმოადგენს პირველივე მიცემულ შანსზე გვიღალატებს. ამ ქალმა ჩემი მოკლა შეუკვეთა. ეგეც მართალია. არა თქვენ ეს. სერიოზულად? მოიცადე. შეუკვეთა? რა მაფიის ამბავში? ხო. მაფიის ამბავში. თქვენ ისევ გჭირდებათ მეთილამინი? არა? ასე არაა? გინდათ მეთილამინზე ლაპარაკი? მაშინ უთხარით თქვენს პარტნიორს რომ მუქარებს შეეშვას და ვილაპარაკოთ. რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ხომ გაიგე ერთ კასრთანაც კი ვერ მიგვაკარებ. და ვინ ამბობს ერთ კასრს? მე ვსაუბრობ ამ ნივთიერების ოკეანეზე. ჩქე ეს სამი მაგრები არიან ერთად, მაიკი, ჯესი და ვოლტი. ერთი წუთით აცადე, კარგი? ენდე. ბენდო? კარგი. ოპა, ვოლტი. აბა, მოვისმინოთ. იმის გარანტიის გარეშე არა რომ როცა გეტყვით როგორ მიიღოთ ის რაც გჭირდებათ, მაინც არ მომიგოთ. კარგი, სიტყვას გაძლევ. არა, არ არის საკმარისი. მისმინეთ ქალბატონო. შვილები გყავთ? ამას არანაირი კავშირი არ აქვს ამასთან. ამ კითხვით მახეს არ გიგებ. არ შეგიძლია უბრალოდ მიპასუხო. კი. ყავს შვილები. მერე? შენ გონია, რადგან ორივე მშობლები ვართ, ჩემ პარტნიორს ავუგზავნავ იმის გაკეთებას, რაც გასაკეთებელია. მათი სიცოცხლე დაიფიცე. ბავშვების სიცოცხლე დაიფიცე, რომ მე არაფერს დამიშავე. მაგონში ხო. მისმინე. შენ ჭკვიანი ქალი ხარ, საქმიანი ქალი ხარ. ბერკეტების კონცეფცია გესმის. მოსწავლით რაღაცებს ვერ ვიტან მაგას. შენ არ გაქვს არანაირი ბერკეტი. მაგრამ ნდობა ორმხრივი უნდა იყოს, ლიდია. კი. სიმართლეა რომ მაიკის მკვლელობა შეუკვეთა. სამწუხაროდ კი. კი. რატომ? მე შინოდა. ეგეც მართალია. მაიკის. თავიდან არა.
რამდენიმე კაცია ახლა ციხეში, ვინც გას ფრინგთან მუშაობდა. 9. მათ ყველაფერი იციან ჩემ შესახებ, ყველაფერი. ზოგიერთმა მათგანმა შენ შესახებაც იცის. ის უძლიერესი ქიმიკოსი გონი ხარ, რომელზეც მთელი ეს დრო ლაპარაკობდნენ. თუ ამ 9 კაცზე ნერვიულობდი, მაიკის მკვლელობა რატომ შევუკვეთე? სხვა გზა არ იყო. ციხეში წასვლას არ ვაპირებ, არ მინდა ჩემი ქალიშვილი ბავშვთა სახლში იზრდებოდეს. წარმოდგენა გააქვს საერთოდ რა ადგილებია ეს. სახელების სია მივეცი და გამკლავების მაგივრად მათ იცავს. ხო და სხვა დავიქირავე, მაგ მომენტში მაიკის სიაში დამატების გარდა სხვა გზა არ მქონდა. აი ეს მეთილამინის ოკეანე, რაზეც ამბობ, რომ შოვნა შეგიძლია. რა რაოდენობაზე გაქვს საუბარი? კონკრეტულად 90,000 ლიტრი, როგორ ჟღერს? 90,000 ლიტრი. შემიგე. კვირაში ერთხელ, 4 შაბათობით. სამრეწველო ქიმიკატებით დატვირთული სატვირთო მატარებელი ტოვებს Long Beach Sports. ყოველ ჯერზე ერთი მეთილამინით სავსე ცისტერნა მოაქვს, რომელსაც უანგჟუში მყოფი მწარმოებლისგან ვუკვეთავთ. მატარებელი მოძრაობს არიზონას გავლით აღმოსავლეთით. მატარებლები სადგომზე ჩერდება ფლაგსტაფის გარეთ, სადაც იშლება თავიდან და იწყობა. მაგრამ მეთილამინი ყოველთვის აგრძელებს მოძრაობას ჩვენი პესტიციდების წარმოებისკენ ტეხასში და ოკლაჰომაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად თქვენს მშობლიურ შტატს გადის. იქ, უკაცრიელ 4,8 კილომეტრიან მონაკვეთში. მაკინლის ოლქში, აი აქ გააკეთებთ. მან კონკრეტულად რას გავაკეთებთ? აიღებთ თქვენს მეთილამინს. ანუ მოვიპარავთ ჯესი ჯეიმსივით? ხო, გინდოდათ ეს რაღაც? მე იმდეს გთავაზობთ, რომ საცურაო აუზის გავსება შეძლებთ. შენ ციხეში წასასვლელ უსწრაფეს გზას გთავაზობ. მე ესე მესმის. მატარებლის გაჩერება 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, შენ საერთო წარმოდგენა გააქვს აქედან ვაშინგტონამდე რამდენაირი განგა შეატყდება? არანაირი, თუ ზუსტად აქ გააკეთებთ. სატვირთო მატარებელი გადაზიდვისას სადგურისთან სადგომის გარდა თუ სადმე სხვაგან გაჩერდა, უდაოდ სიგნალი ავტომატურად სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის, სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციასა და ფედერალური რკინიგზის ადმინისტრაციის სახმელეთო დივიზიაში ატეხავს განგაშს, მაგრამ თქვენ ის არ იცით, რომ ეს ბნელი ტერიტორიაა. ეგ რა არის? მატარებლის ენაზე ადგილია, სადაც არანაირი კონტაქტი არაა, მკვდარი ზონაა. არანაირი ავტომატური დაკვირვების სისტემა, არანაირი განგაში, არანაირი კავშირი ცენტრთან. მობილურ ტელეფონზე რა სიტყვი? ეკიპაჟ შეუძლია პირდაპირ მობილურიდან დაურეკოს პოლიციას? ბიჭური კავშირი არაა, გეუბნებით, ეს საუკეთესო ადგილია. მატარებლის გაჩერების დრო გექნებათ, გადმოიღებთ იმდენ მეთილამის, რამდენის წაღებაც შეგეძლება და წახოთ სანამ პოლიცია მოვა. მოიცადე ერთი წუთით, მოიცადე. ვთქვათ და გავაჩერეთ მოძრავი მატარებელი. საიდან გვეცოდინება, რომ ნამდვილად ის არის, რომელიც ჩვენ გვჭირდება და რომელ აუზშია? არ ამგონია გარედან აწერდნენ შეგნეულობის შემადგენლობას? როდესაც ფლაგსტაფში მატარებელი ახლიდან აიწყობა, საბოლოო დეკლარაცია იტვირთება კომპანიის სერვერზე. ამ დეკლარაციას ღამის 12-დან 2-მდე მოგაწვდით. ეს მინიმუმ 6 საათიან ფორას მოგცემთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ ინფორმაციის მოწოდებით უზარმაზარ რისკზე მივდივარ. ანაზღაურებას ველი. პროცენტებზე შეგიძლიათ მერე ვილაპარაკო. ხომ იცი ეს რასაც ნიშნავს? ეკიპაჟის ამოხოცვა მოგვიწევს. საიდან მოიტანე? თუ არ დავხოცავთ, მე მანქანე მკვდარი ზონიდან გასვლისთანავე სულ რაღაც 4,8 კილომეტრია პოლიციაში დარეკავს. ხო, მაგრამ უკაცრიელ ადგილას ვიქნებით, არ მაინტერესებს, გინდგობის უდაბნოში ყოფილიყავი. როგორც კი გაიგებენ FBI და ეროვნული თავდაცვა ვერტფრენებით, ისე ჩქარა მოფრინდებია, რომ თავებს დაგვიბზრიალებენ. და იმ გაშლილ ადგილას ვერსად დავიმალებით. ეკიპაჟი რამდენი კაცისგან შედგება? მხოლოდ 2, მე მანქანე და კონდუქტორი. დაცვის გარეშე? დაცვის გარეშე. ატომური ჭურვები კი არ გადააქვს. მოიცადე, 2 კაცია. რომ დავაბათ ან რაღაც ეგეთი. და მერე? ნიღბებიც რომ გვეკეთოს, უკან 40 წმეს ვიტოვებთ. დასკვნა ამ საქმიანობაში იმდენი ხანია ვარ, რომ ვისწავლე ორნაირი ძარცვა არსებობს. ერთი, ნუ ხო, რომელიც შეგრჩება და მეორე პოლიციელიც ხო იყო მაიკი ერთი პერიოდი. კარგი რა. ჩემ მოკლას აპირებდით. პროფესიონალები მეგონეთ. და რითია მევასება? შეგიძლია თქვა ხელმძღვანელი. Просто მაგარი ის აქვს ხოლმე კომენტარები. ხელმძღვანელი შრეიდერი. პირველი სიტყვები მართლა ის რომ თქვას? ფეხსაც მითქცე. მოსმინა ჰოლი. ხელმძღვანელი შრეიდერი. კარგი, უბრალოდ იმას ვეუბნები, რაც არის. პატარავ. ხელმძღვანელი კაცი, მე ვარ ხელმძღვანელი. თქვი, ხელმძღვანელი კაცი, ვარ ხელმძღვანელი, მე ვარ ხელმძღვანელი. სჯობს ძუძუდან იყოს ვიდრე რაღაც ყალბი სოიოსნაგა. ხო. ჩემი პატარა გოგო. შენი პატარა. მხოლოდ ნამდვილ სიმსახურებს. აი, არაო, ხედავ? არ უნდა. არა, მას მე ვუნდი ვარ, მე ვჭირდები. ხო, ჩემო პატარა გოგო. უკან არ დავაბრუნე. ხო, ვიცი. ჩვენი ემო როგორ არის?
ოთახიდან გამოვიდა დღეს საერთოდ. დილით. რა როცა მოგიწევს, გამოდის ის არ ლაპარაკობს. აბა რას ელოდი? მშობლები ისე ექცევიან, თითქოს ეგ იყოს ო პატარა. ფლინ, გინდა ის ლაზანია რა გავაცხელო ეს ვახშამზე? უძახილი ისე რომ გაძლო. არა. შერკინება დავითრიე. Blu-ray-ის დისკზე გინდა ერთად ჩავუშვდეთ მერე? არა. შეგიძლიათ გააგრძელოთ ჩემზე ლაპარაკი. კაი რა კარგი, სხვა თუ არაპირებს აზრის გამოხატვას ამას მე გავაკეთებ. ძველებურად უნდა ვქნათ, ნარკომანების ბირჟებზე მივიდეთ, სადაც კრისტალს მოიხმარენ. ყველა ფსიქოტროპულ აფთიაქთან დავქეკოთ ხალხი. ბევრი უსახლკარო ნარკომანი შევკრიბოთ და ტაბლეტები ვაყიდინოთ ცალ-ცალკე. ანუ ისევ ფსევდო ხარშვაზე გადავიდეთ. შენ ხარ ქიმიკოსი, ვაღიარებ რომ წარმოებას შეგვიმცირებს. 4ჯერ ან 5ჯერ შეგვიმცირებს. ეგ იმასაც ნიშნავს, რომ $80,000-ს დავკარგავთ, რაც ლაბორატორიის მოწყობილობებში ჩავდეთ, რომლებიც მხოლოდ ფენილაცეტონით ხარშვისთვისაა განკუთვნილი. ბევრი გამოთვლები არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ამით რეალური მოგების მიზერს მივიღებთ. სულ არაფრის გაკეთება, ცოტა ფულის გაკეთება ჯობს. ხო, მაიკ? იქნებ გვითხრა რატომ? არაფრის კეთება რატომ არ არის ვარიანტი. ვოლტერ, მე გეტყვი რატომაც, იმიტომ რომ შენი 9 კაცი ციხეშია, ხო? შენ გააფუჭე, შენ იხდი ფულს. ამაზე უკვე ბევრჯერ ვილაპარაკეთ. იქნებ უფრო მეტი ლაპარაკია საჭირო, ეს იმას გავს, რომ შენ მეუბნები, მაიკ, რომ ამიერიდან ფსევდო ხარშვის გარდა მეტი გზა არ გვაქვს, რადგან შენს ბიჭებს ფული უნდა ვუხადოთ, თორე რა? თორე წავლენ და ჩაგვიშვებენ და ციხეში აღმოჩნდებით, არა? ხო, და ჩემი აზრით შენ იმის თქმა გინდა ვოლტერ, რომ მზად ხარ ეს ძარცვა ცისრულეში მოიყვანო, იმ ორი უდანაშაულო კაცის მოკლაც, რომ დაგჭირდეს, არა? ეს გინდა? იცი საერთოდ ვერ ხვდები რაღაცას ჩემს მიხვდა მაგილ ჯესი. გადაწყვეტე ლაპარაკი. იქნება ამ მატარებლის ისე გაძვარცვა შევძლოთ, რომ ვერავინ მიხვდეს. და მაინც როგორ ჯესის გეუბნებით იდეინი არის გუნდის ზმენა სადა ვოლტი და ბაიკი ერთმანეთს ხოცავენ ჯესის მოსდის ხოლმე იდეები იქნებ უბრალოდ იქნებ იმ ხრიდან მოვა. სერიოზულად ანუ რასაპირებთ ბოდიშით და შეახტეთ მატარებელს უნდა დალეწოთ შანსია რა მატარებელს არ დამტვრევენ ახლა ისე უნდათ გაძარცვა რომ ვერავინ გიხდეს კაი კადრი იყო სხვათა შორის ესეც კაი კადრია 775 800 814 მოიცადე შესანიშნავია ხო აქ ვიზამთ ზუსტად აი აქ ორმოში რომ ცოტა დაგბელიც სიცარიელეა მიღებულია არა ეს გუნდი მომწონს ვოლტ ჯესი და მაიკი მაგარი გუნდია ჩაწიე კარგია ფერნანდო ეს მზად ხარ? ხო. სახელი გამემეორე? რამდენჯერ უნდა გითხრას?
ძარცვი არა და თურიდან სამახსოვრებელი კი არა ტოტი ზად ვიქნები კარგი შეიძლება კითხვა დაგისვათ მიდი გავიგე რომ ერთი ავზი მეთილამინისთვის გჭირდებათ მაგრამ ამ მეორეს რატომ ვავსებთ წყლით ნუ ჯესი ეს შენი იდეაა აუხსნი ყველაფერი წონის ამბავშია იმ ავს რომელიც უნდა გავწიოთ Long Beach-ზე წონიან, როცა იტვირთება და მერე კიდევ ერთხელ წონიან ტექსასში. გადმოტვირთვისას. წონები თუ არ დაემთხვა, მატარებლის კომპანია მიხვდება რომ გაძარცვეს. გასაგებია, მეთილამინის მატარებლიდან მოპარვა ძალიან სერიოზული თემა არის, ამიტომ თავარი ისაა, რომ ამ ძარცვის შესახებ ჩვენ გარდა არავინ არ უნდა გაიგოს. გასაგებია. არავინ. გასაგებია? კი. სავსებით. რაღაცის თანხმობა არ მომეწონდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყველაფერი იმაზეა არიცი, მე მაიკის კაცებს არ ვენდობი. იგივე სიმძიმის წყლით. გასაგებია, ვერასდროს მიხვდებიან რა მოხდა, მაგარია. თანაც ტოტი ხშირად შედიოდა კონტაქტში ამასთან და მაგრამ წყალზე ცოტა ნაკლებს იწვევს. აშკარად რაღაცას იზავს. 795 ლიტრ მეთილამინს ავიღებთ ცისტერნიდან, მაგრამ ამ რაოდენობის 9/10 წყლის მოცულობით ჩავანაცვლებთ, რაც 300,407 ლიტრი გამოდის. ისე ჯესი მოდი 3,483 ლიტრამდე გავზარდოთ. დაღვრა და მილის ნარჩენი რომ გავითვალისწინოთ. ხო და მან როგორ მიდის საქმე? 850 ცოტაც და ეგ არის. კარგი, ხო, მაგრამ ისედაც ხო მიხვდებიან რომ გაქურდეს, როცა წყალგარეულ მეთილამის ნახავენ. 90,859 ლიტრ მეთილამისში ამოდენობის წყალი მხოლოდ 4%-იან გაზავებას გამოიწვევს, ასე რომ მაგრამ ხო მართალი ხარ, შეამჩნევენ და ყველაფერს ჩინელებს და აბრალებენ. ცუდი პარტიის გამოგზავნისათვის. ხო ხდები? გასაგებია. ჯანდაბა, თქვენ ყველაფერზე გაქვთ ნაფიქრი. კი? ასეთები ვართ. ფლინ, კარი გააღე. რა? უბრალოდ გამოდი და დამელაპარაკე. რჩები, ამის გარდა არაფერი მაქვს სათქმელი. იცის რომ რაღაც ხდება და არ უვლებია. რა ხდება? რაც გინდოდა მიიღე, აი ეგ ხდება, გილოცა. მე ვარ, გააღე. არც ვოლს გავგებს? მიდი უმცროსო, ორჯერ არ გავიმეორებ. რა გავგებს? რა იყო? იცი რაც. არა, სერიოზულად საკუთარი სახლიდან მაგდებთ? ამას სერიოზულად აკეთებთ? არსაიდან არ გაგდებთ, შვილო. ჩვენ გვიყვარხარ. და ეს ისევეა შენი სახლი, როგორც ჩვენი. მაგრამ მე და დედიკოს განმარტოვება გვჭირდება გარკვეული დროით და შენ ეს იცი. უკვე აგიხსენით, არაფერიც არ აგიხსნიათ, ჩემი გაშვება გინდათ? არაფერი არ აუხსნიათ სიმართლეა. რატომ უნდა წავიდე ძიაჰენგთან? ზუსტი მიზეზი მითხარით, თორემ არსად არ წავალ. საქმეციგა რომ ზუსტ ბიზნესს ვერ გეტყვი. აქ დებატების მოწყობას არ ვაპირებ. რა ხდება? ვერავინ რატომ ვერ მეუბნება ვერაფერს? ერთი კარგი მიზეზი მჭირდება. იმიტომ რომ ჩვენ შენი მშობლები ვართ, შენ კი ჩვენი შვილი. ახლა კი გააკეთე რასაც გთხოვ, ახლავე. გაუვლის, მიხვდება. არა, არ გაუვლის. შენზე არასდროს შევიცვლი აზრს. არასდროს. ჩემთვის ასეთი რაღაც მეუღებელია, შენ ჩემი ცოლი ხარ. არ ვარ შენი ცოლი, შენი მძევალი ვარ. მაგრამ რადგან ჩემ პატიმრობას დაჟინებით ითხოვ, შენთან გარიგებას დავდებ. შენ ფულს გავათეთრებ, საიდუმლოებს შევინახა, მაგრამ ბავშვები ჰენგთან და მარისთან დარჩებიან, სადაც შანსი აქვს, რომ უსაფრთხოდ იყონ. მე მგონი ძალიან ბევრ ფილმს უყურებ. ჩვენი შვილები საფრთხეში არ არიან. 2 დღის წინ მითხარი, რომ ერთ კაცს იარაღი ჰქონდა შენში მოდებული. ისე თქვი, თითქოს საამაყო ყოფილიყო. ვერაფერს მეტყვი დასარწმუნებლად, რომ არ დადგება დღე, როცა ვიღაც კაცი შენთვის, ჩვენთვისაც, ჩვენი ზიანის მოსაყენებლად მოვა და კარზე არ დააკაკუნებს. და როდესაც ეს დღე დადგება, ბავშვები აქ არ უნდა. კარზე არ დააკაკუნებს. მოდმა ხო თქვა ბეის ვარ ვინც აკაკუნებსო. მე მინდა რომ უსაფრთხოდ ვიყოთ. ჩვენც და ბავშვებიც.
კარგი. ხო ისე შენ ერთი თერაპევტი ყავს. რიო რანჩოდანაა. პიტერი ქვია, გვარად არ ვიცი შენ მოიფიქრე. გვამების დასამარხად მიდიხარ? სტაილერ. მატარებლის გასაწევად. ჯაბის. ვაჰ. არ ვიცი რა, მათი ამცოქმრის სცენები. სციდია. კიდე რამე არ აურდეურიო ახლა. გისმენ? მე ვარ. მაქს. კარგი ბატონო ვაით. ყველაფერი მზად არის. ამ ტიპს რა ქვია ფერნანდო? ტოდის სახელი დამიმახსოვრდა. ასევე ეს ფერნანდო ხო არა შემთხვევით სოლის იმაში რო იყო მოკლემეტრაჟიან ეპიზოდში. ნახო ერთი დავარებოთ ჩერთი ერთხელ. იმიტომ რომ ვისაც ფერნანდო იყო, აბა მიდი. უბრალოდ ძალიან მაინტერესებს როგორ გააკეთებენ ამას. მიდით. ბოლეს წინ გაიხედე. გააჩერეთ მატარებელი, ახლავე. გააჩერეთ. წავიდა. მიდის დროს. ღმერთო, მადლობა ღმერთს საჭესთან არ გეძინათ, თორემ ლინების ქალაქი იქნებოდა აქ. ამის გჯერათ? ნუ იტყვით. ბომჟის ბედი მაქვს. მაპატიეთ ძმებო, ასეთ სიტუაციაში რომ ჩაგაყენეთ. რა დაემართა? წარმოდგენა არ მაქვს. გზაზე მოვდიოდი და უეცრად ბებერმა ძროხა მუშაობა შეწყვიტა და ხელში ჩამაგდა. რომელივეს მანქანის გაგეგებათ რამე? რა თქმა უნდა გაგეგებათ მე მანქანეებს, ამიტომაც გეძახიან არა? აჰა. კარგი. მე მგონი აი იქ შიგნით დაემართა რაღაც. ასე გონია, ხო? მე მგონი არ ცდები.
ბოლოს როდის გამოცვალე ზეთი? არ ვიცი ძმაო, მე უბრალოდ ვატარებ. ეხლა, წავიდა. ნიდით. აი დიდი დრო გიჭირდება მაგას. მზად არის? წავიდა. მოიცადე აი აქ არის. მე მგონი ეს არის. გასწორე ხო? მიდი აბა ერთი დაქოქე. აი აბა ვწდი. მზად ხარ? კი. არაფერი? კიდევ წადე? კარგი. შეყველა ხო არ მივაწვეთ ერთად. კარგი, ვცადოთ. სხვა რამე იდეა თუ გექნება ეგრევე თქვი. ჯერჯერობით არ მაქვს. მოდი ხარ? So far, so good. ჯერჯერობით არა უშავს. Give me a status. მდგომარეობა მომახსენეთ. 1135 litrზე ვართ და მივყვებით. წყალით წავა. აი. ახლა. მე სიმართლე გითხრათ, მეგონა უფრო მეც ვიაპარაკებდი ამ სცენაში. პრობლემა მაგრამ ახლა просто ვზივარ და ვუყურებ. საინტერესო სცენაა ძალიან. კარგია, ხო? ერთი ორი სამი. იმედია ნეიტრალურში ჩაგდება არ დაგვიწყებია, ხო? რა თქმა უნდა არა, დებილი კი არ ვარ. დაწუნებული ხარ რომ ბენზინი არ გაგთავრებია. აიღე. სავსება კი მაქვს. რა? ძირის იბრალია, მაგრამ ყველაფერი წესრიგშია თითქოს. ჯანდაბა ძმაო. მაგარი ადგილი გიპოვია გასაფუჭებლად. ხო, ვიცი, სიგიჟეა არა? ძრავში ერკვევი? არც ისე. შემიძლია მოვაწვე და გავაგოროთ. რა ვიცი აბა ძმაო, არ მინდა მანქანა გაგიპუჭო. ნელა ვიზავ. არც გაიკაცრება. შენ ბზინავ ბამპერს გააფუჭებ. შენ გამო ვაგვიანებ ძმაო, ეს კაცი ამბობს რომ არ არის პრობლემაო.
ხო დავქნათ, რა ვიცი. კარგი, უდაოდ. მოსწაით. ღმერთო. ვოლტერ, აქ ვიღაც კეთილი სამარიტელი გამოჩნდა. დროზე გაიყვანე მატარებლიდან შენი ხალხი. ჯერ არ დაგვისრულებია. იმედია ცოტა დაგრჩათ, იმიტომ რომ თებერვალი დაგრჩათ, უკვე კაცის ჩემი კარი. ახლა რაღაც სისულელეს მოიფიქრებენ. ვოლტ. რკინიგზა თავისუფალია, ვოლტერ. გეუბნები რომ მოშორდი მაქაურობას. ვოლტ. მადლობა ბატონო, ვალში ვარ. მოხარული ვარ რომ რაღაც გამოვიდა. ხო, არაა პრობლემა. ქალაქში გინდა გაყვანა? ხო, მადლობა. ვოლტ დროზე. ვოლტერ, ისინი უკვე დაბრუნდნენ ლოკომოტივში და ახლავე თუ არ შეწყვეტ ყველაფერს, ყველას დაგვიჭერენ. გესმის ჩემი? ვოლტ. იმედია მოფიქრებული აქვს რამე. ხო. იმედია მოფიქრებული აქვს რამე, ჩემი. ბატონო ვაით. ო. გადავირევი ახლა. მოიცადეთ. არ გაინძრეთ. ვიდი, ბანე. ახლა. ჩემი. დაკეტე. დაკეტე. აჯენდება. თუ ეგრე უნდა იყოს. ტოდ. ჩამოდი. ჩახტი. ჩიგაიჯესი, ბიცუზე გადარჩი. აუ, ეგრეც ვიცოდი რომ მაგას იტყოდა. ჩვენ ეს შევძელით. ოჩახ. ყველაზე რთული ნაწილი დავასრულეთ. ოუ. ნუ ბავშვი, არაფერს ისევს. ჯერჯერადა ბაბა. გახმოვანებულია აჭარა.net com-ის მიერ. კარგი.
просто რა საჭირო იყო. просто რა საჭირო არა რა ჯენდება იცოდა ახლა მაგ ბავშვმა რა საკეთებია. კაი. როცა თქვი რომ ოდი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა თითქოს და რამეს არასწორს გააკეთებდა, მე არ მიგულისხმია რომ ბავშვს მოკლავდა ფაქტობრივად უმიზესოდ. ანუ დასაწყისში ეს ბავშვი იმიტომ გამოჩნდა, რომ მეტოდს უბრალოდ მოეკლა. რატომ просто არ ვიცი. სპეციალურად აკეთებენ ამას მეხუთე სეზონში, რომ ასეთ ნერვოზიან გიჟ გადარეული ფსიქოლოგიურად არაჯანმრთელ ადამიანებს გვიმატებენ. არ ვიცი რა თქვა და კომპიუტერიც დაჭდა. არა, სერია საკმაოდ კარგი იყო. სკაილერის და ვოლტის ოჯახურ ამბებზე ვერაფერს ვიტყვი, რაც წინაზე იყო, იგივე არის ფაქტობრივად ახლა. უბრალოდ ვოლტი ძალიან ისეთი, არ ვიცი, რაც სკაილერმა გაიგო, რომ რაც სკაილერმა ვოლტთან თანამშრომლობა დაიწყო, ფაქტობრივად ასე ვიწოდებ, იმიტომ რომ ეგრეა. იმის მერე ვოლტმა, არ ვიცი, ხან იმას ამბობს, ჩემი მოკლა უნდოდაო, ხან იმას ამბობს, მე ვარ ის, ვინც გარზე აკაკუნებსო, ხან იმას, რომ ახლა მივდივარ მატარებლის გასაძარცვადოდ, რა ვიცი. სკაილერი ცოდოა ამ პონჩი, მაგრამ მომენტში, სკაილერს აქვს შეცდომები, მაგრამ ვოლტი რომ არა, სკაილერი ამ ხელა შარში არ გაეხვეოდა. просто გაითვალისწინეთ ის, რომ ვოლტის დაწყებულია ეს ყველაფერი და სკაილერს და ვოლტს ყავთ ორი შვილი. და ზოგადად ოჯახი ყავთ, ენკი ყავთ, მერი ყავთ. პირველ სეზონში, როგორც იყო სკაილერი, ისევ ისეთი იქნებოდა, რომ არა ეს ვოლტის ამბები, ამიტომ ისეთი ამბავი ხდება, რომ სხვანაირი რეაქცია სკაილერს ვერ ექნება. შეიძლება კონდეს კი სხვანაირი რეაქცია, უკეთესი, მაგრამ არ ვიცი. ზოგადად საკმაოდ რეალისტური რეაქცია აქვს, რადგან როგორც უკვე ვთქვი, შეიძლება სკაილერის საქციელების გამართლება -1-ის, რომ ერთთან უღალატა ვოლტს, იმიტომ რომ აშკარად ეტყობოდა, რომ სანამ ვოლტის ამბავს გაიგებდა, მანამდე უკვე იმაშვებოდა, ფიქრობდა ღალატზე. და არ ვიცი, ეს ბავშვის ამბავი რატომ ქნა პროსტა აზრს ვერ აღარ. წესით მაიკმა უნდა მოკლას სტოდი ამის გამო. თუ მარ მოკლას კიდე რამე მაინც გალახოს მაინც. არ ვიცი, მაიკმა რომ ეს ამბავი უყურადღებოდ დატოვოს, ვაფშე რო არაფერი უთხრას ტონს, მე გავაფრენ. არა, კარგი სერიები. მე მეხუთე სეზონი ჯერჯერობით მომწონს. თან ძალიან. და ეს ოპერაცია მთელი იმისი გაძარცვის მაგარი იყო.
კარგად დამთავრდა. თუ რო არ გავითვალისწინოთ იმ ბავშვის ნაწილი, თვითონ ოპერაცია კარგად დამთავრდა. მაგრამ ხო, რა თქმა უნდა, ისეთი რამ უნდა მოხდეს, რაც ყველაფერს ჩაგვიშხამებს. არა, არაფერი ჩაგვიშხება, რა დაუკვირდეთ ახლა მაგ მომენტმა, მაგრამ მაინც რა აზრი ქონდა იმ ბავშვის მოკვლას ვერ ხვდები. კაი. ნუ, მშვენიერი სერია იყო. დაგემშვიდობებით ახლა. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ დალაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, დატოვოთ კომენტარები, ზარი გააქტიუროთ და ნახავთ შემდეგ ვიდეოში. ბედნიერებას გისურვებთ, მადლობა ყველას. კარგად ბრძანდებოდეთ.